ტიბეტური. გვირილას ყვავილები. ასფურცელას ყვავილები, კალენდულას ყვავილები, სალბის ფოთლები, ფარსმანდუკი. ცოტა ნერაქალ. კი ბატონო. ფარსმანდუკი, თავშავა, კრაზანა, შავბალახა. სხვათა შორის აი ეს ნაკრები, ესე კუჭის წვენში პეპსინით შედის და აი ზუსტად პეპსინის რაოდენობის ზრდას იწვევს. და ხელს უწყობს ლორწოვანას აღდგენას. კრაზანა ყვავილები თუ მთლიანი მცენარე მიწის ზედანაწილი. მთლიანი მცენარე შეიძლება ამ შემთხვევაში. და მაღალი მჟავიანობის ფონზე როდესაც არის წყლული, იქ კრაზანის ზეთის შემახორცებელი თვისება აქვს დილაობით, ჩაის კოვზით, პირდაპირ ზეთის დალევა, ძალიან ეფექტურია. ოღონდ ეს მაღალი მჟავიანობის ფონზე ზეთი. მეგობრებო, დღეს დავამთავროთ, მეც დავიღალე, ხვალ უნდა დავიწყო. უცრავად რომ ის არის სიზეთი დიდი ბოდიში. ბატონო, რისი ზეთი? კრაზანას ზეთი გასწავლეთ მე მიღება. არა, არიცი თქვენ არიყავით მაშინ. კი, მეორე გაკვეთილზე. ხო. ისევე როგორც ძალიან ეფექტურია ქაცვის ზეთი. შეიძლება მონაცვლეობა, შეიძლება ერთმანეთში არევა ამ ზეთების, ქაცვის ზეთის და შემახორცებელი ეფექტი აქვს. ეს ზეთი პირდაპირ შეიძლება კოვზით რომ მივცეთ თუ რამე რძეში ან რამ წყალში? არა, პირდაპირ გემური არ არის. უბრალოდ მერე მიაყოლოს რამე ხა მაინც ზეთოვანია. ერთი ჩაის კოვზი ალბათ, ხო? ხო, ერთი ჩაის კოვზი. ქალბატონო მარიამ დიდი ბოდიში. პროპოლისის ცხრის გამოყენებაზე თუ გაგიგიათ რა? კი, ძალიან ბევრი რეცეპტია და უბრალოდ ცოდო ვარ მეგობრებო, 1 საათი ალაპარაკობ, დავიღალე მეც. ხვალე დავისვენოთ რა. ერთი იმაში ლექციაში ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებ. რა უნდა პროპოლისი ძალიან ეფექტურია. მაგისი დამზადებასაც გასწავლით ცოტა რთულია. მაგრამ უფრო ადვილი მეთოდი კარგით რადგან ჩამოვარდა ის აი მაგალითად ნამდვილი პროპოლისი შევიძინეთ. ეს არის მუქი შავში რო გადადის მწვანე ფერის ძალიან მკვრივი მასა, მეტაფლეებს აქვთ, მეფუტკრებს უფრო სწორად. ძალიან მკვრივია, სპირტის გარდა არაფერში არ იხსნება, მეგობრებო, ტყილა არ აჯანჯღაროთ, თქვა წყალში, ზეთში, არ იხსნება არაფერში, 100 გრადუსიან სპირტში იხსნება. და ადვილად, შედარებით ადვილად რო გახსნათ, ჯერ უნდა გაყინოთ ეს საყინულეში რამდენიმე საათი, ან ერთი დღეც რო მოათავსოთ კიდე უკეთესი. შემდეგ ჩვეულებრივ ჭურჭლის კი არა, ბოსნეულის სახეხი რომ არის, იმაზე ხეხავთ, გაყინული კარგად იხეხება. ესე იგი, ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დავაკუთმაცოთ, რომ სპირტთან მეტი შეხება გქონდეს. შემდეგ ვათავსებთ ამას გახეხილ მასას აუცილებლად მინის ბოთლში
და რამდენსაც აი მაგალითად სანამ გავხეხავთ მანამდე ავწონოთ 100 გრამი 100 გრამს 1 ლიტრა სპირტი უნდა დაესხას 50 ნახევარი ლიტრა 100 გრადუსიანი სპირტი თუ უფრო ცოტა გჭირდება კიდევ უფრო გაანახევრეთ ერთ სიტყვით 1-10-ზე და მაგის მიხედვით ანგარიშებთ და ვანჯღრებთ უნდა შენჯღრება ეხლა მუდმივად ვერ მოვახერხებთ რომ სულ ვანჯღრიოთ მაგრამ ყოველ დღე დაახლოებით 1.5 საათი ჯღრება ჭირდება ძალიან ძნელად იხსნება რისთვის არის ეს პროპოლისი სასარგებლო? ვაიმე ძალიან ბევრი რაღაცისთვის პატარა ბავშვებს საც კი შეიძლება ეს ვახმაროთ თუ თაფლზე ალერგია არ აქვს ოღონდ როგორ ხდება ახლა აი მაგალითად იგივე ანგინის დროს რამდენი წლისაცაა ბავშვი იმდენ წვეთებზე ლაპარაკი ხსნით ნახევარ ყავის ჭიქაში გახდება თეთრი ფერის თავისთავად არის ყავისფერი სითხე ეს პროპოლისის სპირტსნარი ესე იგი 3 წლის ბავშვს 3 წვეთი 4 წლის ბავშვს 4 წვეთი გახსნილი შეგვიძლია იმუნიტეტის სასამაღლებლად აი გაფთიაქშიც იყიდება პროპოლისი გაურიოთ ბატონო აფთიაქში მიყიდია მე პროპოლისი გამზადებული სპირტზე ხო და იმიტომ ვსვავდი მაგას უბრალოდ მომერი და პირდაპირ მაგის თქმა და მეთქი გასწავლით და თუ დაამზადებთ ბატონო დაამზადეთ რთულია მართლა ჯობია აფთიაქში იყიდოთ არ არის ახლა ისეთი ძვირი წამალი რომ ვერ შეძლოთ და ძალიან ეფექტურია უფრო მოზრდილებს ვისაც შეუძლია გამოვლება პირის ღრუში იმუნიტეტისთვისაც კარგია იმუნიტეტის სასამაღლებლად განსაკუთრებით გრიპიანი ვირუსების დროს ძალიან ეფექტურია ბატონო ვირუსების დროს იმუნიტეტის სასამაგაცების დროს კი ძალიან ეფექტურია ეხლა თუ არ დაგემშვიდობეთ არ ვიცი მოკლედ ხვალ მე თავაყოფოში მივდივარ მაინც დიახ კიდე ერთხელ უნდა გავიარო კონსულტაციები არ ვიცი როგორ ხასიათზე მოვალ წარმატებები როდის ხვდებით იცი მე ხო თქვენ ტელეფონზე დაგირეკავ ტელეფონზე ათში ეთებ ოპერაციას არ ვიკეთებ და არ ვიკეთებ არც ლექცია გვექნება და მე 9-ში უკვე დაგირეკავ ხვალ უკვე მეწოდინება ვიკეთებ კარგით ხვალ საღამოს დაგირეკავ არა ხვალ ვიცვენებ იმიტომ რომ ნერვები აღარ მყოფის დავისვენოთ არ მეყოფა ეხლა ხვალ უნდა ვიკეთებ და დამასვენებ კარგით საღამოს დაგირეკავ და გაგაგებინებ თქვენ ერთმანეთის მოგრები გავთ მე ხო ყველას ვერ დაგირეკავთ ერთმანეთის ნომრები გავთ ტელეფონის მე არ მაქვს ნომრები Facebook ჯგუფი ხო არ გავაკეთე კარგით რამდენიმე Facebook-ზე მე ვარ ქართულად ლუსი კანა ვინც მომძებნით დამიმატეთ მე როგორ ხარ ლუსი კანა ქართულად ხო ისუათი სახელი და გვარია და ამილად ტიპოვი აბა მე ვარ ძნელი მოსატები რა ამბავი მარიამ ციკლორები თქვენ ვერ გიპოვეთ ვერაფრით ვერ გიპოვეთ გალბატონო ბარია იმდენი ციკლაური ბარიავია რომ თქვენ მართლა ვერ გიპოვეთ ვიტყვით რა
არა და ჩემ ახალგაზრდობაში მარიამი მე მგონი მარტო მემერყო. ეხლა მოდაში ეხლა არა გაიერთო მართლია მოდაში მოვიდა. მეც მარიამი ვარ, ბებიას მოსახელი მაია დამარქვეს. ეხლა ეს ლუსი ნიკნეიმია. ძალიან სასიამოვნო. მეგობრებო, ერთი სიტყვით ხვალ დაგინებთ. მე მაქვს რვა ნომერი, ხრა ნომერი მაქვს. გადმოგირებთ. ხვალ ვისვენებთ. ყველა ვარიანტი ვისვენებთ. წარმატებები. მადლობა, კარგად იყავით. მე შემოვალ ზეგ, თუ არ დავხვდით ზეგ. თუ გამაგებინეთ როდის იქნება. ისე ხო ხედავთ, პუნქტუალური ვარ. თუ ვიქნები შემოსული, ხო შემოხვალთ. მოკეთ ზეგ შევხვდები. არ შემოვალ, არ არსებობს. ხვალ ვისვენებ და ანუ ზეგ თუ იქნებით. თუ არა და ეს ხო, მაშინ გაგვაგებინეთ. ჩემი საქმე რა ვიცი, არ გირჩევთ ამ დღეებში ოპერაციას. ჩემი საქმე ან ცუდად. ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა, კეთილი სურვილებისთვის. თავარია 12-ში არ დაგეგმოთ ოპერაცია.